მოგესალმებით. დღეს წარმოგიდგენთ სისხლის სამართლის საქმეს, რომელიც ჩვენი აზრით არის უპრეცედენტო და ის ეხება გამომძიებელ ზაზა ჯანელიძეს. ზაზა ჯანელიძე გახლავდათ ჯერ პოლიციის გამომძიებელი, რომელიც ვაკე საბურთალოს განყოფილებაში მუშაობდა რამდენიმე წლის განმავლობაში, შემდგომში ის აღმოჩნდა სოდის განყოფილებაში, ანუ სოდში, დეპარტამენტში, გამომძიებლად და ნაწარმოები აქვს რამდენიმე განსაკუთრებული საქმე და იმის გამო, რომ მისი დამოკიდებულებები ამა თუ იმ საკითხთან, პროცესუალურ დარღვევებთან და სხვა სახის მნიშვნელოვან გარემოებებთან დაკავშირებით არ ემთხვეოდა ხელმძღვანელობის პოზიციებს, მან გადაწყვიტა პრაქტიკულად პროტესტის ნიშნად დაეტოვებინა სოდი, რის გამოც ის გააფრთხილეს, რომ ამის გამო სერიოზულად დაისჯებოდა. მიუხედავად ამისა, მან მაინც მიიღო ასეთი გადაწყვეტილება, გადავიდა ფინანსურ პოლიციაში და გარკვეული დროის შემდეგ პრაქტიკულად აღმოჩნდა ჯერ საბრალდებო სკამზე, შემდგომში კიდევ და დღეს პრაქტიკულად არის უკანონო განაჩენების მსხვერპლი. ამ თავითვე მოგახსენებთ, რომ ჩვენ მიუხედავად იმისა, რომ შიდა სახელმწიფოებრივი მექანიზმები არ ჰქონდა დასრულებული და იმის გამო, რომ მის სიცოცხლეს ემუქრებოდა სერიოზული საშიშროება, იმის გამო, რომ მისი ოჯახის წევრების მიმართაც ხორციელდებოდა სერიოზული ზეწოლები, მათ შორის მამა, ცოლის ძმა, სხვები და სხვები, პრაქტიკულად მიუმართეთ ევროპულ სასამართლოს გარკვეული პრევენციის მიღების თვალსაზრისით და თქვენ წარმოიდგინეთ, მოხდა ასევე გაუგონარი ფაქტი. 2012 წლის 13 მარტს ჩვენ საჩივარზე პრაქტიკულად ევროპის სასამართლომ მიიღო საქმე დაარეგისტრირა დასვა პრევენციაზე, მაგრამ საქართველოში გაქრა ოფიციალური ეს დოკუმენტი, ანუ წერილი ჩვენამდე არ მოვიდა, რომ პრევენციაზეა საქმე დასმული. განმეორებით უკვე 31 აგვისტოს მიმართვის შემდგომ 10 ოქტომბერს კიდევ ერთხელ იფჯერა ევროპის სასამართლომ ამასთან დაკავშირებით და მივიღეთ წერილი, რომ ვინაიდანო თქვენო და როგორც ჩანსო და ეს დოკუმენტი მე აქ მაქვს 13 მარტის დოკუმენტი თქვენ არ მიგიღიათო, განმეორებით დაარეგისტრირეს ეს საქმე და გააგრძელეს ვადა წარმოებაში მიღების. კიდევ ერთხელ მოგახსენებთ და გავუსწრებ მოვლენებს, რომ აი ახლა 2013 წლის 2 იანვარს შედგა გამწესრიგებელი სხდომა და საქმე პრაქტიკულად წარმოებაში იქნა მიღებული იმ უკანონო დარღვევების, იმ პროცესუალური დარღვევების გამო და სამართლიანი სასამართლოს ძირითადად და უკანონო დაკავების გამო, რაც არის ჩვენი კანონმდებლობითაც აკრძალული და საერთაშორისო ევროკონვენციებით თავისთავად ცხადია. საქმე შეეხება ეგრეთ წოდებულ ყაჩაღობას, რომელიც განხორციელდა საბურთალოზე მოდულის შენობიდან რამდენიმე ესე ვთქვათ ასეულ მეტრში და ეს ეგრეთ წოდებული დაზარალებული გახლავთ იასეშვილი, თამარი და გიორგი კიგდაძე, რომლებსაც პრაქტიკულად ლომბარდების მთელი სისტემა ჰქონდათ და ეს ფაქტი, როგორც საქმის მასალებით ირკვევა, თუმცა ძალიან სერიოზული ეჭვის ქვეშ დგება თვითონ ფაქტის არსებობაც, მომხდარია მცხეთობის ღამეს, ანუ მცხეთობას და თქვენ წარმოიდგინეთ, შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ ამ ფაქტთან გარკვეულ კავშირში გახლავთ ლექსენი, ცნობილი რეპერი, დიახ, არ მოგესმათ, რომელიც არის დაზარალებულების მეგობარი და ბატონი ლექსენი სარწმუნო წყაროს ინფორმაციით თვითონ მივიდა კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტში, ესაუბრა ბატონ თოფურიძეს, შემდგომ ეს საუბრები და ეს პროცედურები გადავიდა, როგორც ამბობენ, დათაახალაიას კაბინეტში, შემდგომში ამჟამად პატიმრობაში მყოფ ბაჩო ბოჭორიშვილის სამმართველოს დაევალა ეს საკითხები და ერთი სიტყვით მომზადდა სერიოზული გეგმა, სპეცოპერაციები და 2010 წლის მარტში პრაქტიკულად უკანონო დაკავების, უკანონო ჩხრეკების საფუძველზე დააპატიმრეს ზაზა ჯანელიძე 2010-ში. ფაქტი მომხდარია 2009 წლის ამ ფაქტთან დიახ, ერთი საქმე ეს არის და მეორეზე გადავალდა მოგახსენებთ. ყაჩაღობაში დასდეს თავიდან დააკავეს ამ ყაჩაღობასთან დაკავშირებით
2010 წელს, ოღონდ 2009 წლის მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, წხეთობასთან დაკავშირებით და სხვათა შორის ესეთი რამ მოხდა, რომ კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტს მიმართეს 2 კვირის შემდეგ ვითომ, თუმცა ამასთან დაკავშირებით რაიმე კონკრეტული შეკითხვა კონსტიტუციური დეპარტამენტს არ ქონია. უფრო მეც გეტყვით, რომ ქვემდებარე ზოგადად ამგვარი საქმეები კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის არ გახლავთ. შესაბამისად ეს ნიშნავს, რომ პირდაპირ დაინტერესება იყო ამ საქმის მიმართ და ბუნებრივი ეს გამოჩნდა კიდევაც შემდგომში. ამ საქმესთან დაკავშირებით არის ამ საქმესთან დაკავშირებით მოხდა უკანონო ჩხრეკები. ჩვენ მტკიცებულება გვაქვს ამასთან დაკავშირებით, რომ ჩხრეკების დროს პრაქტიკულად იარაღების და ნიღბის ჩადება მოხდა და ამჟამად მიმდინარეობს ექსპერტიზა ამ ფირთან დაკავშირებით. ამ ფაქტის შემსწრეები გახლავთ ასევე სამედიცინო დახმარების მუშაკები, რომელთა გამოძახებაც აუცილებელი გახდა იმის გამო, რომ იმ უკანონო ქმედებების გამო ზაზა ჯანელიძის ოჯახის წევრები ძალიან ცუდ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ და მთლიანობაში ეს ფაქტი გახდა სწორედ ამ უკანონო ჩხრეკების და უკანონო დაკავების შემსწრეთა მთელი არეალი. ეხლა რაც შეეხება შემდგომ განვითარებებს, ის გადაიყვანეს მოდულის შენობაში. მიუხედავად იმისა, რომ ის იყო გამომძიებელი, პრაქტიკულად მასზე ხორციელდებოდა გარკვეული ზეწოლები, ფსიქოლოგიური ზეწოლები და მას აიძულებდნენ, რომ ეღიარებინ ეს დანაშაული და საპროცესო გარიგებას დათანხმებოდა. მიუხედავად ამისა, მან ამ ყოველივეზე უარი განაცხადა და ბუნებრივია განაგრძო ბრძოლა. დღეს ვითარებით ჩვენ სამწუხაროდ სამივე ინსტანციაში გვაქვს უკანონო განაჩენები. როგორც მოგახსენეთ, სასამართლოებმა პრაქტიკულად დაარღვიეს სამართლიანი სასამართლოს უფლება და არის რამდენიმე არსებითი პრეცედენტი, რომელთა შესახებ მე ნამდვილად მინდა გითხრათ და ეს არის გაუგონარი ფაქტი. პირველი, რაზეც მინდა განსაკუთრებული აქცენტი გავაკეთო, ვინაიდან ქართული სამართლის სინამდვილეში ეს არის უპრეცედენტო საპროცესო გარიგება. თქვენ წარმოიდგინეთ ერთ-ერთ თანამონაწილეს, ესე ვთქვათ, ბჭყალებში ზურაბ არჯევანიძესთან გააფორმეს საპროცესო გარიგება. და ამ საპროცესო გარიგებაში ნებისმიერ თქვენგანს საშუალება აქვს ეს ნახოს. პირდაპირ წერია, რომ ზურაბ არჯევანიძე საპროცესო გარიგებას გაუკეთებენ იმ შემთხვევაში, თუ ის ვალდებულებას აიღებს, რომ ის ვალდებულებას იღებს, რომ სასამართლოში მისცემს ზაზა ჯანელიძის მამხილებელ ჩვენებას. ანუ თქვენ ხო წარმოგიდგენიათ მოწმის ნებელობა რამდენად დაშორებულია საერთაშორისო სტანდარტებს, ზოგადად ჩვენს კონსტიტუციას და სამართლის ნორმას. ანუ ეს ადამიანი ვალდებულებაში იყო. ჩვენ იმ თავითვე ვაცხადეთ, ზურაბ არჯევანიძე თანამონაწილეა, ბჭყალებში ვამბობ ახლა თანამონაწილეს, რომლის ერთადერთი აღიარების საფუძველზე არის, მან აღიარებითი ჩვენება მისცა და ერთადერთი აღიარების საფუძველზე გახლავთ ზაზა ჯანელიძე ბრალდებულიც და განაჩენიც არის მის მიმართ დამდგარი. ჩვენ იმ თავითვე ვაყენებდით საეჭვოდ ამ ადამიანის ჩვენებებს, ვინაიდან როდესაც სასამართლოში მოიყვანეს იყო არანორმალურ ფორმაში, მას ნებელობასთან არანაირი კავშირი არ ჰქონდა. უფრო მეტი ჩვენთვის ცნობილი იყო, რომ ის გადაიყვანეს საავადმყოფოში მოდულის შენობიდან უმძიმეს მდგომარეობაში. არა, მე გულისხმობ ზურაბ არჯევანიძეს. ერთ-ერთი განთქმითი ჩვენება ვისიც არის ამ მტკიცებულებაზე მოგახსენებთ და ამ ფაქტების გამო პრაქტიკულად ჩვენ ყველა ინსტანციის სასამართლოში ვამბობდით, რომ ასე ზეწოლები ხორციელდებოდა, იგივე მივწერეთ ევროპის სასამართლოს და დღეს სარწმუნო ინფორმაციით ცნობილი ხდება, რომ ნამდვილად განხორციელდა მასზე ზეწოლები, არაადამიანური მოპყრობის, ცემის, წამების ფაქტები და როგორც ჩემთვის ცნობილია, უახლოეს მომავალში ის ადვოკატთან ერთად წარდგება ამ ოფიციალური განაცხადით, ალბათ მედიის და ოფიციალური ორგანოების წინაშე. თუმცა შემიძლია გითხრათ, რომ ზურაბ არჯევანიძე საპროცესო გარიგების საფუძველზე ის თავისუფლებაში დარჩა თავიდანვე. რაც შეეხება უშუალოდ ზაზა ჯანელიძეს, მისი ალიბები არ იქნა აბსოლუტურად გათვალისწინებული. მოგეხსენებათ, ნაწილი ამ ორგანიზებული ჯგუფის ხდებოდა მცხეთის ტერიტორიაზე, ანუ დაზარალებულებიც, კიკნაძეც, ლექსენიც მათ შორის, სხვათა შორის, რომელიც არა დაზარალებულის მეგობარი. ისინი მცხეთობის დღეს იყვნენ, მცხეთობას აღნიშნავდნენ და ლექსენი ბრძანებს, რომ როდესაც მივდიოდითო მცხეთაში ისეთი შეგრძნება მქონდაო, თითქოს ტეხასის შტატში ვიყავი და უკან ტერორისტები მოგზდებდნო. თუმცა ეს ფაქტი ლომბარდის დააყაჩაღეს და შუაღამისას ღამის 3 საათის შემდეგ სავარაუდოდ მოხდა მათ სახლში მისვლა.
ნიღბიანი ადამიანების და ჩაუსაფრდნენ ეგრეთ წოდებულ ლიფტთან და სარდაფთან გიორგი კიკნაძეს იარაღის ძალის გამოყენებით აიძულეს რომ ასულიყვნენ სახლში და იქ მოხდა ვითომ დაახლოებით 9 მილიონი თანხის ინფორმაცია არსებობდა მოხდა ოქროულობის მოხდა გარკვეული თანხის წამოღება მაგრამ რომ არ იკმარეს ეგრეთ წოდებულმა დამყაჩაღებლებმა ის მცირე რაც სახლში აღმოაჩნდათ აიძულეს კიკნაძე რომ მიისულიყო ლომბარდის ჯიხურთან და თქვენ წარმოიდგინეთ ამ ვიდეო ფირის ქვეშ გამოეტანა იქ დარჩენილი თანხა რაც იმ ღამის განმავლობაში იყო და შემდგომ დატოვეს მისსავე მანქანაში და გაიქცნენ და გაინაწილეს. აი ესეთი ფაბულა ამ თემასთან დაკავშირებით. თქვენ წარმოიდგინეთ მე ასევე მაქვს ამოღებული ერთ-ერთი ჩვენ სხვათა შორის ჩვენებაში ამბობს ბატონი კიკნაძე რომ მე ეს ვიდეო თვალი ამოვიღეო და გადავეცი გამოძიებასო თუმცა მიუხედავად ჩემი და სხვა ადვოკატების არაერთი შუამდგომლობებისა ეს ფირი გაქრა საერთოდ არანაირი ამ ფირთან დაკავშირებით სამწუხაროდ ინფორმაცია არ არსებობს მოგეხსენებათ გამოძიება პროკურატურა რომ მოიპოვოს მტკიცებულებებს მას უფლება აქვს წარადგინოს ხოლოს ის მტკიცებულებები რასაც ის ბრალდების მხარისთვის თვლის საჭიროდ ხოლო ჩვენ ამის მოპოვების კანონიერი საშუალება არანაირად არ მოგვეცა რაც თავარია ჩვენ მოვიპოვეთ სხვა უფრო უპრეცედენტო ფაქტი ფაბულის მიხედვით, ბრალდების ფაბულის მიხედვით, წარმოიდგინეთ რა ხდება. სკოჩები აქვთ, გადაკრული მაპატიეთ ამ სიტყვაზე სკოჩები, ორივეს მეუღლესაც და ერთი არის საფერფარეშოში, მეორე მისაღებ ოთახში, ორივე არის სკოჩები აკრული, ხელფეხ გაკრული პრაქტიკულად და ამ დროს შემავალ-გამავალი ზარები მაქვს ამოღებული რომლის მიხედვით ცოლ-ქმარი ერთმანეთს ესაუბრება ერთი შიდა ტელეფონით და მეორე მობილურ ტელეფონით. აი ასეთი უცნაური ფაქტია. დიახ, დაზარალებულებს საუბრობ. დიახ. ეხლა გეტყვი. დიახ. ესე იგი, მთავარი ამბავი, რამდენიმე ვერსია არსებობს ამასთან დაკავშირებით. ერთი ის, რომ მის გამოძიებულ საქმესთან დაკავშირებით არის, ანუ იმ საქმეებს უკავშირდება, რომელთა გამოც მან უარი თქვა შეესრულებინა გარკვეული საგამოძიებო მოქმედებები. ამ საქმეებთან დაკავშირებით ახლა სერიოზული ფაქტებია წამოწეული და მე არ შემიძლია გარკვეული უფლებრივი საკითხების გამო კონკრეტულად ეს საქმეები დავასახელო. მეორე თემა, რომელზეც საუბარია, ამ შემთხვევაში მის პოლიტიკურ პოზიციებს უკავშირდება მისი და მისი ოჯახის პოლიტიკურ ეს გამოიხატებოდა მეგობრობაში, გარკვეულ პრესის თანამშრომლებთან ურთიერთობებში და კიდევ ერთი ვერსია, კიდევ ერთი საინტერესო დეტალი, რომელიც ასევე არ გამოირიცხება, ეს არის 20 ჰექტარი მიწის ნაკვეთი ზღვისპირეთში, ურეკის ტერიტორიაზე, რის გამოც მას პრაქტიკულად დღის ვითარებით ეს ჩამორთმეულია და საიჯარო მრავალწლიანი გამოსყიდვის უფლებით საიჯარო ხელშეკრულება გაუქმებულია. ამის გამო თავის დროზე დააპატიმრეს მისი მამაც და ვინაიდან ეს ბატონი ზაზა ჯანელიძე ჩარეული იყო და სასამართლო პროცესებშიც კი მონაწილეობდა ჩემთან ერთად, არაერთხელ გააფრთხილეს ამასთან დაკავშირებით და სწორედ ეს ყველაფერი ერთმანეთს ისე დაემთხვა და გადაიჯაჭვა, რომ მისი ერთის მხრივ პროფესიული საქმიანობიდან გამომდინარე როგორც გამომძიებლის, მეორეს მხრივ იმის გამო რომ ეს ამგვარი პოზიცია ჰქონდა პოლიტიკურთან დაკავშირებით და მესამე აი საკუთრების ხელყოფასთან დაკავშირებით და არის კიდევ ერთი დეტალი, ეხლა თუ შეიძლება და კიდევ მეორე საქმეა, რომელზეც უნდა გითხრათ აუცილებლად, იმიტომ რომ ესეც არ აკმარეს მას აღიარება რახან არ მისცა და 4 წლის წინანდელი, ანუ 2007-2008-ში მის მიერ გამოძიებული საქმიდან მოიპოვეს ქალბატონი ოლია შენგელე, რომელსაც აიძულებენ დღემდე, რომ ქრთამი დააბრალოს ზაზა ჯანელიძეს. თითქოს მან ქრთამი მოსთხოვა ზაზა ჯანელიძემ. ეხლა ჩვენ პირველი ამ საქმესთან დაკავშირებით ბუნებრივია მოვითხოთ მის გადასინჯვას და ჩვენ თავარ პროკურორს წარუდგინეთ ახალი მტკიცებულებები. მეორე საქმე, რომელზეც ახლა ქრთამთან დაკავშირებით მოგახსენეთ, დღეს 2 საათი არის დანიშნული სააპელაციო საქმის განხილვა. ამ ქრთამთან დაკავშირებით პრაქტიკულად იქ 20 წელი აქვს მისჯილი ამ ყაჩაღობის ფაქტთან დაკავშირებით, ხოლო აქ ამ ქრთამთან დაკავშირებით 7 წელი მიუსაჯეს და პრაქტიკულად ადამიანი 27 წლიანი მუხლით ასეთი პირდაპირ ინტერესებით იმყოფება პატიმრობაში. დღეს 2 საათია დანიშნული. აბსოლუტურად უკანონო ბრალდება, უკანონო
განაჩენები არის და ვითხოვთ, რა თქმა უნდა, გადასინჯვას, ხოლო ამ შემთხვევაში ამ კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით, რომელიც იხილება დღეს სააპელაციო სასამართლოში და სადაც წარუდგენეთ ახალი მტკიცებულებები და მე რამდენიმე შტრიხით გეტყვით ამას, ვითხოვთ ბრალდების მოხსნა ვთხოვეთ სახელმწიფო ბრალდებას, თუმცა ეს საკითხი ისევ და ისევ დაატრიალდა კარუსელივით მთავარი პროკურატურიდან. ჩამოვიდა ქალაქის პროკურატურაში, ქალაქის პროკურატურა მისევ აკესაბურთალოს პროკურატურას დაუქვემდებარა, პროკურორი მიღებაზე უარს ამბობს და რაც თავარი ამ გარემოების უკან დგას უშუალოდ პროცესზე გამოსვლელი პროკურორი ქალბატონი იაყიფიანი, რომელიც ისტორიულ დამოკიდებულებაში იმყოფება ამ საქმესთან, აცილებას აკეთებს, არც პროცესუალურ კანონმდებლობას იცავს და ბუნებრივია ცდილობს ყველანაირი დისკრედიტაცია გააკეთოს ზაზა ჯანელიძის ისე სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით ობიექტური გადაწყვეტილებები არ მიიღოს. თქვენ წარმოიდგინეთ, ოლია შენგელია აცხადებს, რომ 120 ლარიანი ქვითარზეა საუბარი, რომელიც მის ანგარიშზე იქნა შეტანილი და ეს არის ფაბულად ქრთამის ზაზა ჯანელიძის განვადების ანგარიშზე და ეს მოხდა შემთხვევით და პროვოკაციით. ზაზა ჯანელიძეს ყავდა თავისი თანაშემწე ნანა ჩხვიმიანი, რომელსაც თხოვა, რომ მის სახელზე ვინაიდან დედა ყავდა ონკოლოგიურ საავადმყოფოში და გვადა გადიოდა შეტანის, ჩაერიცხა 120 ლარი და გადასცა ეს თანხა. აღმოჩნდა ისე, რომ ქალბატონ ნანა ჩხვიმიანს არ აღმოაჩნდა პირადობა, როდესაც ბანკში მივიდა და ოლია შენგელია სრულიად შემთხვევით მისი პირადობით მოხდა ზაზა ჯანელიძის ანგარიშზე ამ თანხის შეტანა და სწორედ ახლა ამ ფაქტებს იყენებს პროკურატურა შანტაჟისათვის. ყაჩაღობაც არის ესეთი და უпроსტորად ზაზა ჯანელიძე როგორც მინიმუმ მიტმასნილია ამ საქმესთან დაკავშირებით, აი მიკერებულია თუ შეიძლება ასე ითქვას, ხოლო მეორე ბრალდება პრაქტიკულად არის ჰაერიდან მოტანილი და ეს არის მისი ინტერესის მიმართ, რომ რაც შეიძლება მეტი ხნის განმავლობაში დატოვონ ის პატიმრობაში. ესეც საკითხავია, ჩვენ ამას ვერც უარყოფთ და ვერც დავადასტურებთ, საეჭვოა, მაგრამ ზაზა ჯანელიძე ამ ფაქტთან დაკავშირებით კატეგორიულად შემიძლია გითხრა და მტკიცებულებები არსებობს და ალიბები, რომ რაიმე შემხებლობაში არ არსებობს. გარდა იმისა, რომ ის იყო გამომძიებელი და ბუნებრივია ეს ინტერესი არსებობდა მის მიმართ. დიახ, იმყოფებოდა მცხეთაში იმყოფებოდა და მეორე დღეს თურმე მისთვის ცნობილი გამხდარა, ანუ 16 ოქტომბერს ცნობილი გამხდარა ამ დაყაჩაღების ფაქტის თაობაზე და თუმცა სავარაუდოდ ნოემბრის დასაწყისში წავიდა. რუსთავიორთან მიცემულ ინტერვიუში ის აცხადებდა, რომ მე ტეხასში მეგონა თავიოდ და უკანო მოყვებოდენო საეჭვო მანქანებიო. შესაბამისად ამას უკავშირებს შემდგომ განვითარებულ მოვლენებს. თუმცა დიახ. თუმცა ეს ჩვენება მან უარყო სასამართლოში და განაცხადა, რომ მან საერთოდ ამ დაყაჩაღების ფაქტის თაობაზე გაიგო უკვე მეორე დღეს უშუალოდ გიორგი კიკენაძისაგან. ანუ წინააღმდეგობრივი ჩვენებებია თვითონ მის მიერ. ბატონო, არა, სხვა პირიც არის დაკავებული, უბრალოდ მე კოლეგიალური და სხვისი უფლებების არეალში არ შევიჭერი, დაკავებული ასევე ყოფილი კონსტიტუციური უსაფრთხოების თანამშრომელი მამუკა ნადიბაიძე და ერთ-ერთი ადვოკატი გვათუღა. არანაირი ვიდეო მასალა არ არსებობს. მე შემიძლია გითხრათ, რომ როდესაც გამოძიება აცხადებს, რომ გარკვეული ჯგუფი მცხეთაში ფიზიკურად იმყოფებოდნენ, ამ დროს ზაზა ჯანელიძე თავიდან იმყოფებოდა სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა და ამის უამრავი შემწრე არსებობს. შემდგომში ის გადადგილდებოდა თბილისის ტერიტორიაზე და ამის შემავალ-გამავალი ზარების ნუსხა, ეს დოკუმენტები მე აბსოლუტურად გამაჩნია და ზუსტად ვიცი, რომ არანაირად ეს უშუალოდ გიორგი კიკნაძის ლომბარდი გახდა და სავარაუდო ინფორმაციით ამ ლომბარდს გარკვეულწილად ფარველობდა მაღალ ჩინოსნები, რომელთა კონკრეტული გვარები ამ წუთში ნამდვილად არ შემიძლია თქვა. ზაზა ჯანელიძესთან დამოკიდებულება არ არის, თუმცა გვათუას და გიორგი კიკნაძეს ნაცნობობის ფაქტი სასამართლოზეც გამოვლინდა, დადასტურდა და შესაბამისად ესეც ძალზე მნიშვნელოვანი და საყურადღებო თემაა. რაიმე მტკიცებულება კატეგორიულად შემიძლია გითხრათ და მე აქ მაქვს არც ვიდეო მასალა არის ამასთან დაკავშირებით, არც სატელეფონო ზარები, არც ამოცნობა არ გახლავთ ზაზა ჯანელიძე.
ჩვენ მთავარ პროკურორს მივმართეთ, ამასთან დაკავშირებით იყო პრესაში ინფორმაცია, მე სწორედ იმას მოგახსენებდით, რომ მე მესმის მისი დაკავებულობის საქმეთა ძალიან სერიოზული რაოდენობის შესახებ, თუმცა რაიმე ნაბიჯი ყოველ შემთხვევაში მინიმუმ შემიძლია პოლიტიკურიც და პროფესიული დევნის ფაქტორები იკვეთება ამ კონკრეტულ შემთხვევაში აშკარად. ეხლა მე მოგახსენებთ, რომ ერთის მხრივ ჩვენ ჯერ კიდევ გარკვეულწილად არჩევნებამდე მოვახერხეთ ევროპის სასამართლოში ამ დოკუმენტაციების გადაგზავნა. ახლა ვაპირებთ, რასაც ქალბატონი თეატრულუკიანი ამბობს, გადასინჯვის კომისიასთან ურთიერთობა, რა თქმა უნდა, აქტიურ ფაზაში შევიყვანოთ და რაც შეეხება დღეს, ჩვენ აქტიურად ვაპირებთ სასამართლოს მოვთხოვოთ გაიზიაროს ჩვენი მტკიცებულებები. მე წეღან თქვენი შეკითხვების გამო ვერ დავასრულე და ეხლა შემიძლია გითხრათ, რომ ნიდერლანდების რესპუბლიკა სახელმწიფოში გახლავთ ქალბატონი ნანა ჩხვიმიანი, რომლის იდენტიფიცირება პროკურორმა იაყიფიანმა შეგნებულად არ მოახდინა. ჩვენ მოვახერხეთ მასთან დაკავშირება. არა, ეს არის ჩხვიმიანი არის, ვინც შეიტანა საზაჯანელის ანგარიშზე თანხა, უпроსტად უნდა შეეტანა და მისი პირადობის მოწმობის არქონის გამო ისარგებლა ოლია შენგელიამ და დღეს ის აცხადებს, რომ ვითომ გამომძიებელ საზაჯანელიძეს ქთამად გადასცა ასოცია, ანუ შეუტანა მასე რა ქვია ანგარიშზე. ეხლა რომელი ჭკუათყოფელი გამომძიებელი აიძულებს თავის ეჭვმიტანილს, რომ ისეთი მტკიცებულება დაიტოვოს, რომ ჩემს ანგარიშზე აბატონო წაიღე და ჩემს ანგარიშზე 100 ცილარი შეიტანა და მე ამის გამო დაიჭირეთო, ხო წარმოგიდგენიათ ეხლა რასთან გვაქვს საქმე. განაჩენი არ გამოიტანა, გამწესილგებელს ხდომაზე წარმოებაში მიიღო და მე ეს პირველად როცა რეგისტრაცია მოხდა და როდესაც შტრიხ-კოდები მიანიჭა, 13 მარტს იყო ეს გადაწყვეტილება მიღებული, მაგრამ კონვერტი, რომელიც ოფიციალური წერილი ჩვენ გამოგვიგზავნეს და უნდა მიგვეღო დაახლოებით 2 კვირაში, საქართველოში გაქრა. და აქ ეწერა, რომ მიღებულია და პრევენციაზეა დასმული საზაჯანელიძის საქმე. მე გარკვეულწილად ეხა ყველასთვის ნამდვილად არ მაქვს, მაგრამ ეს ანოტაციები აქ ამ საქმესთან დაკავშირებით, ორივე საქმესთან დეტალები, მათ შორის მტკიცებულებებით გაჯენერებული ყველა ინფორმაცია მაქვს და მე ამას გადმოგცემთ რამდენიმე ცალი, რაც არის, რომ თქვენ უფრო ნათლად შეგეძლოთ წარმოდგენა ამ ფაქტთან დაკავშირებით. ანუ დღეს ჩვენ გვაქვს არსებითი მტკიცებულებები წარდგენილი და კიდევ ერთი თემა არის პატიმარი ქალბატონია ეკატერინე გუნდიშვილი, რომელიც ასევე შემხებლობაში იყო საზაჯანელიძესთან, საზაჯანელიძეს მისი სისხლის სამართლის საქმე ჰქონდა წარმოებაში და შედიოდნენ ქალთა დაწესებულებაში და მას აიძულებდნენ, რომ ჩვენება მიეცა საზაჯანელიძის წინააღმდეგ. და დღეს მან ამ ქალბატონმაც ოფიციალურად განაცხადა ამის თაობაზე, მთავარ პროკურორსაც წარდგენილი აქვს ეს გამოკითხვის ოქმი, განცხადება, რომ ასე ზეწოლები ხორციელდებოდა და ბუნებრივია ის სასამართლოს განხილვის ასპექტიც გახლავთ. აი ამგვარ ძალადობებთან დაკავშირებით დღეს სააპელაციო სასამართლოში იხილება სისხლის სამართლის საქმე და ვფიქრობთ, რომ სასამართლოს დარჩენია ერთადერთი რამ, ან იმ მთლიან უკანონობებს შეუერთდეს, ან კიდევ მიიღოს ობიექტური და სამართლიანი გადაწყვეტილება და პრაქტიკულად გამომართლებელი განაჩენი დაადგინოს ქთამის ნაწილში საზაჯანელიძის მიმართ. დღეს მხოლოდ ქთამის ნაწილში იხილება და სულ 27 2 საათზე. ეხლა თქვენ მე მინდა გითხრათ, რომ ორივე საქმესთან დაკავშირებით აქვს ევროპას მიღებული. კანონის მიხედვით არ შეიძლება თუ ყველა ინსტანციას ამოუწურავ თუ დაასაბუთებ, რომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქმის წარმოებაში მიღება, მხოლოდ მაშინ ღებულობს ევროპის სასამართლო წარმოებაში. ესე იგი, რახან მიიღო, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ეს თემები და მნიშვნელოვანი იყო ეს ინფორმაცია, რაც ჩვენ წარუდგინეთ. აი ეს საკითხები, აი ეს არის ის დოკუმენტი, რომელიც ევროპის სასამართლომ მიიღო წარმოებაში და ეს არის 2013 წლის 2 იანვარი. ჯერ კიდევ დიდია ინერცია პროკურატურის და ძალოვან სტრუქტურებში, პრაქტიკულად გარღვევა საკმაოდ რთულია, ელემენტარული მტკიცებულებების წარდგენასთან და მტკიცებულებების შეფასებასთან დაკავშირებით ისევ ძველი ინერცია მოქმედებს სამწუხაროდ და მე იმედი მაქვს, რომ პრესის და საერთო საზოგადოების ძალისხმევით ერთხელ და სამუდამოდ ჩვენს ქვეყანაში ამგვარი უკანონო განაჩენების ეტაპიც დასრულდება და ზოგადად სამართლიანი სასამართლოს პრინციპები იქნება წინაპლანზე წამოწეული.
ცალკე არის საქმე იმდენად რთული და დიდია რომ წარმოიდგინეთ ხო აი მესმის მეც ძალიან რთული რომანებია და აი